პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი მმართველმა გულმა დღეს ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატი ამომრჩევლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად წარუდგინა. ამომრჩევლებთან შეხვედრა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მარნეულს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული ენერგიისა და მუხტის მატარებელია. ჩვენ როგორც ერთი ქვეყნის შვილები საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენ საერთო სამშობლოს და ჭირს ადალხინში ერთმანეთის გვერდში ვდგავართ. ჩვენთვის ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომაც არის ის, რომ წელს 2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმისთვის, რომ დავალოთ ახალი გზები, იმისთვის, რომ ავაშენოთ ახალი სკოლები და ბაღები, იმისთვის, რომ ავაშენოთ და მწყობში მოვიყვანოთ საირიგაციო სისტემები და მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციით ამარაგებს მთელ საქართველოს. და თითოეულმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერი პროგრამები და სწორედ მარნეული გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამების. და მე გვპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს ჩავდებთ და გავასამაგებთ იმ პროგრამებს, რომელიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში. 19 მაისს თქვენ აირჩევთ მარნეულში ახალ მერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. და თქვენივე რჩევით ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი, ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული, პატიოსანი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ზაურ დარგალი. მე დარწმუნებული ვარ, ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის და ის ყველა არსებულ პრობლემას გადაჭრის ჩვენთან ერთად. 19 მაისს დარწმუნებული ვარ, ზაური მიიღებს თქვენ მხარდაჭერას, ზაური გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული. ამით გაიმარჯვებს ის, რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივად კიდევ უფრო მეტი პროექტის რეალიზაციას თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში. გაიხარეთ და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მივესალმები მარნეულს, ჩვენ ძვირფას ხალხს მივესალმები. მე მინდა დაგიდასტუროთ ყველას ჩემი პატივისცემა პირადად, ჩვენი პარტიის პატივისცემა თქვენს მიმართ და გვერდში დგომა, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. ჩვენი მთავარი სიძლიერე ეს არის ჩვენი ერთობა. საქართველო არის გამორჩეული თავისი მრავალფეროვნებით, თავისი მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას ზრუნავს და შრომობს, რა თქმა უნდა არის ჩვენი სიმდიდრე. მე მინდა ამ რეგიონს მოვეფერო განსაკუთრებით და ამ ხალხს, მარნეულ ხალხს მივესალმო და მოვეფერო განსაკუთრებით. საყოველთაოდ არის ცნობილი და ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომ ამ მხარეში განსაკუთრებით მშრომელი ხალხი ცხოვრობს. თქვენი შრომა არის საყოველთაოდ ცნობილი მთელ საქართველოში.
ამიტომ ის რაც ბატონმა პრემიერმა განაცხადა, ის გეგმები, ის პროგრამები, რომელიც აქვს აგებული ჩვენ მთავრობას, რა თქმა უნდა, მე მჯერა რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ხარის მოსახლეობას. ახლა რაც შეეხება ჩვენს არჩევნებს და ჩვენს კანდიდატს. მე მინდა ვისაუბრო რამდენიმე სიტყვით ჩვენს ახალგაზრდა საამაყო კანდიდატზე. ზაურ დარგალი არის მართლაც საამაყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას, თავისი შრომით, თავისი განათლებით. ზაური მე გავიცანი დაახლოებით 6 წლის წინ. და მას შემდეგ ჩვენ ყველანი ხედავთ მის ძალიან დიდ პროგრესს და მის წარმატებას. და მისი წარმატება მდგომარეობს მის შრომის მოყვარეობაში. მე მჯერა რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ის მოემსახურება მარნეულად ხალხს, ის იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე და მუდამ თქვენს გვერდით იქნება. რაც შეეხება მის ოპონენტს, რა თქმა უნდა, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და ჩვენ არასოდეს არ დავბრუნდებით წარსულში. ვინაიდან ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა ის იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც ჩვენ 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ნუ რავის ნუ ექნება მეგობრებო იმედი. ამ უსუსტურ ოპონენტებს მინდა ვიმართო, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლის განხეთქილების შემოტანა ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენი გუნდი ამას არ დაუშვებთ და ჩვენ ამ არჩევნებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატს წარმატებები, ღმერთი იყოს თქვენი პარველი. მადლობა. გესალმებით, ძვირფასო მარნეულელებო, ძალიან მიხარია, რომ დღეს ისევ თქვენთან ვარ. მე ხშირად გსტუმრობ თქვენ და მithქვამს ადრეც, რომ ამ ქალაქსა და ამ რეგიონს მთლიანად ქვემო ქართლს განსაკუთრებით გულშემატკივრობ. და ამისთვის მაქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ როგორც უკვე ითქვა აქ, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონი თავისი კულტურული მრავალფეროვნებით. და ამას გვნით თქვენ. აქ მცხოვრები ხალხი ძალიან შრომისმოყვარე, ძალიან გულწრფელი, ძალიან ერთგული ხალხი და მინდა რომ დღეს ამისათვის თქვენ მადლობა გადაგიხადოთ ყველას. გარდა ამისა, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი საქართველოსი თავისი ბუნებით, ლანდშაფტით, ძალიან მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით და ბოლოს ამ რეგიონიდან არის ჩემი ფესვები, რაც მე ძალიან მეამაღება. და აქედან გამომდინარე მართლა ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს გუნდთან ერთად წარმოვადგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს მარნეულის მერობისათვის ბატონ ზაურ დარგალს. ზაური არის მართლა ძალიან გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდა, ძალიან კვალიფიციური, ძალიან შრომისმოყვარე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და რაც მთავარია, ეს არის ქომაგი საკუთარი ქალაქის, მან იცის რა სჭირდება აქაურობას და რა უნდა გაკეთდეს. და მე ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ზაური მუშაობდა ჩვენთან, ჩემს სამინისტროში, წლების განმავლობაში წარმომადგენლად ქვემო ქართლში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით და ამ პერიოდში ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მაშინაც და დღესაც ეს ნაბიჯები ემსახურებოდა და ემსახურება იმას, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ჩვენი მოქალაქე განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა იყოს მაქსიმალურად ჩართული ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში,
თქვენი ყველასი და ჩვენი ნიჭი და შესაძლებლობები იყოს მაქსიმალურად გამოვლენილი და ჩვენ ეს ერთიანი ენერგია მივმართოთ ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისათვის. საური არის მაგალითი მართლაც იმისა, როგორც ახალგაზრდა ჩვენი აზერბაიჯანელი ეთნიკურად თანამოქალაქე, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. მე ვარ სრულიად დარწმუნებული, რომ ასე ის კიდევ ბევრი წარმატება წინ მას ამისთვის სჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ნდობის მანდატი და მე მინდა მას დღეს ვუსურვო, რა თქმა უნდა, გამარჯვება, წარმატება მარნეულისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. და მე მინდა ეხლა სცენაზე ვთხოვო პარტია ქართული ოცნების მარნეულის მერობის კანდიდატს ბატონ ზაურ დარგას. გთხოვთ რომ მიესალმოთ. მოგესალმებით, ძვირფასო მარნეულელებო, ჩემო მეგობრებო, ძმებო, დებო, ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ვარ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა არის, ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელ საქართველოს. ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გვპირდებით რომ ყველაფერს გავაკეთებ რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული. ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში, ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს. ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, ძლიერი სოფლის მიზანი, რომ ეს გააჩნიათ ჩვენ გუნდს, ჩვენ დავიწყებთ აქედან, ჩვენ დავიწყებთ ერთად მარნეულიდან. ის პროექტები, რომელიც წლებია ხორციელდება, ჩვენ მიუდგებით უფრო დიდი ტემპებით და უფრო ძლიერად, ერთად დგომით გავაგზავნებთ ამ ყველაფერს. მე გვირდებით რომ ვიქნებით ითეული თქვენი ოჯახის წევრი. მე ადამიანებს უზომოდ უყვარს ჩემი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ დღეს, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო, 4 წლის და 2 წლის დენიზი და ადა, რომელიც თქვენი ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში, რომელიც სჭირდება რეაბილიტაცია. მე მინდა დაპარჩო ჩემი მეუღლე და 4 წლის დენიზი, რომელიც ჩვენთან ერთად არის აქ დღეს. ჩემო მეგობრებო, მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტიას, ქართულ ოცნებას, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა კაცს, რომ უშუალოდ იყოს ჩართული ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში. და მინდა დაპარჩოს ჩვენი თანამგუნდელები, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, ბატონი რუსლან ჰაჯიევი და თამაზ ნავერიანი სცენაზე. Əziz dostlar, mənim əzizlərim, doğmalarım, el oğlularım, xanımlar, gənclər, çox sağ olun. Var olun ki, bugün mənlə bir yerdəsiniz. Var olun ki, bugün bizə öz dəstəyinizi göstərirsiniz. Bizim üçün sizin, bizim yanımızda olmağınız, bizim üçün sizin dəstəyiniz çox önəmlidir. Biz bunu hər görüşdə sizə bildirmişik. Və bugün bizim bir yerdə olmağımız, buradan Gürcistan Azərbaycanlılar nürəyi olan Marneulidən bütün Gürcistana bizim birliyimizin bir mesajıdır. Mənim doğmalarım, mən sizə söz verirəm ki, biz bir yerdə, sizlə bir yerdə hər kəndimizi, hər ailəmizi və bizim doğma Marneulimizi daha da güclü edəcəyik. Bugün mənim 31 yaşım var. 2 ildən sonra sizin qarşınızda hesabat verərkən yenə də belə gür səslə, alnı açıq, sizlərin qarşınızda sizlərə çox sağ ol deyəcəm ki,
Biz bir yerde bu 2 ildə Mariniulimizi daha da güclü etdik. Mariniulimizi daha da inkişaf ettirdik. Sağ olun, var olun əzizlərim. Hər birinizin qarşınızda baş əyirəm. Ağsaqqallarımızın, gənclərimizin, mən bilirəm ki, burada bugün elə insanlar var ki, hansılar ki, heç vaxt bu cür görüşlərə gəlməyibdir. Bu birliyə görə çox sağ olun. Bu birlik bizim üçün çox önəmlidir. Var olun. Mariniuli Bələdiyyəsinin Təzəkənd kəndində bugün təxminən səhər saat 7 radələrində dəhşətli yol qəzası baş verib. Mercedes markalı avtomobilin 21 yaşlı sürücüsü yüksək sürətlə avtomobili idarə edərkən piyadanı vurub. Təxminən saat 7-8 radələrində baş verib. Cəmaət yola çıxa bilmir, mümkünsüzdür. Hərəkət sürəti minimum 120-150-dir. Biz bu barədə rayon Qamqıyobasıya müraciət eləmişik. Atqaz gəlib ki, departament deyir, uşaq bağçası ola, məktəb ola. Deməli, uşaq bağçası, məktəb yoxdur, gündə bir hadisə baş verir. Kiminin malı, kiminin qoyunu, kiminin insanı, kiminin uşaq. Bir uşağımızı yola buraxa bilmirik. Bizim bir dənə tələbimiz var ki, hökumətimizdən, dövlətimizdən bizə kömək eləsin. Təzəkəndin harda belənçi, təhlükəli pavorotları var, tramplin qoyulsun. Bugünkü hadisə oradan gələndə bilmir, bura pavorotdur, nədir? Bura sürətlə gələndə pavorot gəlir, saxlanmır, kəsənmir. Burada 4 dəfə avariya olur. Biz Prefekə yazmışıq, Prefekin zamına atqaz eləyib, buranın tramplinlə. Burada 4 dəfə avariya olur. 4 dəfə də pis vəziyyətdə insanlar xəstəriyyət alıb. Xahiş edirik bizim Prefekdən. Zərər çəkənlər Mariniulidə xəstəxanalara yerləşdiriliblər. Avtomobil sürücüsünün vəziyyəti stabildir, lakin piyadanın vəziyyəti ağırdır və sağ ayağı hadisə yerində kəsilib. Təxminən 50 yaşlarında xəstə səhər saat 8-in yarısı huşsuz vəziyyətdə xəstəxanamıza gətirildi. Qəza hadisəsi zamanı güclü xəsarət alıb. Hadisə zamanı sağ ayağı kəsilib. Süni nəfəs aparatına bağlanıb. Müvafiq tədqiqatlar aparıldı. Hal-hazırda reanimasiyadadır və vəziyyəti ağırdır. Hal-hazırki vəziyyətinə görə heç bir əməliyyat baş tuta bilməz. Ürək və baş nahiyəsində heç bir xəsarət qeydə alınmayıb. Zərər çəkənin yaxınları başqa xəstəxanaya aparmaq istəyirlər. Lakin onun müalicəsi davam edir və hal-hazırda ona qan köçürülür. Bizə bugün səhər saatlarında 21 yaşlı gənc gətirdilər. O yol qəzası zamanı xəsarət alıb. Onun baş və sinə nahiyəsində ağrıları var. Müvafiq tədqiqatlar keçirilib. Heç bir orqanında xəsarət qeydə alınmayıb. O hal-hazırda nevrologiya şöbəsindədir. Vəziyyəti stabildir. Yəqin ki, bir neçə günə evə buraxılacaq.